თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ირაკლი აბესაძე მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. დეპუტატის მტკიცებით თბილისში გზების პრობლემა კორუფციული ფაქტების გამო არის შექმნილი. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გადადგომის საკითხს ფრაქცია საკრებულოს სხდომაზე დააყენებს. ქალაქის გზების ეს მძიმე მდგომარეობა გამოწვეული არის მძიმე კორუფციული ფაქტებით, რომელსაც ადგილი აქვს კეთილმოწყობის სამსახურში. 1,300,000 ლარის ღირებულების სამუშაო აქვს თბილისის მერიის მხრიდან დაკვეთილი კომპანიას, რომელიც ოფისი არ გააჩნია და რომელსაც არანაირი საგზაო ტექნიკა არ გააჩნია. ფაქტია, რომ ნარმანი ამ კორუფციას შეგუებულია, ან და მონაწილეობს მასში. ამიტომ ახლა ჩვენ მოვითხოვთ დიმიტრი კუმსიშვილისგან, დღევანდელი რეალური მერისგან, ვინც დღეს რეალურად იღებს გადაწყვეტილებას თბილისის მერიაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლებული კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.